ჩემს შვილებს ვაკლებ მე დღეს ყველაფერს და თუნდაც თეთრების გამო რომელსაც აი ვერ ჩამომყავს დღეს აქ იმიტომ რომ ნახე მე ვერ ვმუშაობ ისე როგორც მე მინდა მე ვერ ვაკეთებ იმ ყველაფერს რაც მინდა და ვცდილობ რომ მაქსიმალური გამოვწერწო მაგრამ იმაზე მეც გახარჯავთ თქვენ იმაზე მეც ვაკეთებ თქვენთვის ვიდრე ჩემი ოჯახისთვის ამ წუთისთვის და თქვენ თუ ამ ყველაფერს ვერ დააფასებთ და ის ადამიანები ამ ყველაფერს ვერ დააფასებენ მე არ ვამბობ რომ მე დამაფასოთ საქმე უნდა დააფასოთ და საქმეს როცა დააფასებთ თქვენ დაგიფასდებათ მომავალი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ჩემი შვილების კარგად ყოფნაზე კი არა თქვენი შვილების კარგად ყოფნაზეც კი არ ფიქრობთ ამიტომაც ეს არის ჩემი პასუხი მათ მიმართ უყურე როგორი მომენტია ილია მოვკალით კრებსითად ვიტყვი ბატონო ჩემთვის ძალიან უსაყვარლესი მართლა განსაკუთრებით სიმპათიოდ განწყობილი ვიყავი მერაბ კოსტავა მოვკალით და ანუ აღარ ჩამოუყვები ამ სულ ბოლო 150 წლის ისტორიას რამდენი გულანთებული პატრიოტი მოვკალით კიდევ ერთხელ კრებსითად ვამბობ გასაგებია რომ თუმცა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გადაინაცვლოს მე რომ მკითხო პასუხისმგებლობა თითოეული აი ამ კვლელობის ეხლა უყურე როგორი სიტუაცია ჩვენ ამ გულანთებული 20 30 100 1000 პირობითად ციფრებს ვამბობ ადამიანი რომლებიც ვაკლებთ საკუთარ თავს ჩვენ ოჯახებს იმიტომ კი არა რომ სპექტაკლები და ანგელოზები ვართ უბრალოდ წავაწყდით რომ ესეა იდეალისტები ვართ ხო თან დავინახეთ რომ თუ ჩვენ არა სხვა არაკეთებს ხო ხედავთ რომ ვიღაცა ბიჭები ხელის გოგოები და ხელის ბიჭები აკეთებენ ნუ საკმაოდ დიდ აპატიოს მაყურებელ ჟარგონისთვის მაღლობს რა ეხლა თითო კორპუსში თითო ბინა არც მამუკას მოგონილია არც გიგიშას მოგონილია ხო იდეაში დაახლოებით 8 წლის განმავლობაში მოდი დავარქვათ რომ ჭორია ხა იმიტომ რომ იმას ხვალ თუ პროკურატურიდან დამირეკავენ ხა იმას დოკუმენტურ ბეჭდარტყმულ მტკიცებულებებს კორუფციის ვერ წარმოადგენ რომ მქონდეს ამის საშუალება ჩვენ კი არა ყველა მიცის როგორ მუშაობს ეს სქემა ანუ არის კალაძეს ხავს მეუღლეს ხავს ძმასთან მიდის ხალხი ამ საქმის ასე ვთქვათ ჩასაწყობად კორპუსი არ შენდება K1, K2 ნუ მთელი ხა არქიტექტურის ანსამბლი ვარ ჩავთო და თელ დეტალებში ვარ შევიდეთ თითო კორპუსში თითო ბინა რამდენი კორპუსი აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში და რამდენი ბინა იმაზე არ არის მეგობრებო საუბარი 40 კვადრატზე ხო ხდებით ალბათ როგორ ბინაზეა საუბარი აი ეს ხალხი მდიდრდება ჩვენს ხარჯზე შემოგვაჭდა კისერზე და ყველაზე ძალიან კიდევ ერთხელ ვამბობ კიდე რატო კითხე მე მგონი 5 ჯერ უკვე ამ გადაცემაში მაოცებს ის რიგითი საშუალო სტატისტიკური ქართული ოცნების მხარდამჭერი თუნდაც 200 ლარს სუპი როჭამოს სუპი უნდა თუნდაც აი 200 ლარს ბიჭო ხედავ რომ შენ ხარჯზე ვინმე კალაძე და კალაძეც კრებსითია ეხა ხო დაიჭირეს ის რა ქვია რომეო მიქაუტაძე ჩემ პარალელური კლასელი იყო რომეო მიქაუტაძე ვიცნობ კარგად რაღა დაგიმალოთ მამა მისი ოჯახი ასე შემდეგ რატო შემეცოდა იცით რომეო მიქაუტაძე ზვარაკივით გამოიყვანეს ანუ ეხლა ვინმეს თუ ჯერათ რომ მარტო რომეო მიქაუტაძემ იხეირა ამ 8 წლის განმავლობაში მაშინ ბრმა ყრუ და ასე შემდეგ ყოფილხართ ხო მიდის საუბარი რომ რომეო მიქაუტაძეს გავლით, ნუ კალაძეს უტყამენ და ყველაზე მწარე რა არის, ეს ჩვენ დღეს საუბრობდით, ყველაზე მწარე ის არის, ან შემოვიდოდით ეთერში, რომ ორი ადამიანი ერთმანეთზე რო იტყვის, რომ პარტნიორია და მეგობარია და ძმაკაცია, მე აი ეს ადამიანები ერთმანეთს ყელს შრიან, ნუ პირობითად ყელს შრიან, ხო, გადატანითი მნიშვნელობით გული გერევა რო უყურებ, ხო? კალაძის მოყვანილია კობახიძეს არავინ არ იცნობს, ზუსტად ვიცი ეგ ისტორია და მაგიტო ვამბობ, კალაძის მოყვანილია კობახიძე ივანიშვილთან. და დღეს არის ჩემი ინფორმაციით, ჭორებით დავარქვათ, დღეს პირველი არის კალაძე და მისი მარჯვენა ხელი მდინარაძე, ვინც ცდილობს, რომ ველი გაასუფთავოს და მინისტრთა კაბინეტს გადახედოს. მდინარაძე, რომელიც ერეკლე კოდუას ადვოკატი იყო, ან იმ პერიოდში იყო მისგან წარმომადგენელი.